და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რა შედეგი მივიღეთ. ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური შედეგი რა მიიღო და ჩვენ მოქალაქეებმა, ქვეყანამ, რა იყო ეს გამოცდილება ჩვენთვის. მოგესალმებით, მიმესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ალბათ დავიწყებდი იმ სიტყვებით, რომელიც სიტყვებითაც თავისი გამოსვლა დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს ამასაც მოისწრო. დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე იდგა ადამიანი, რომელიც მე-17 საუკუნის საფრანგეთის მეფის ლუი მე-14-ის პათოსით გვეუბნებოდა, რომ სახელმწიფო არის არა კონსტიტუცია, სახელმწიფო არის არა პარლამენტი, სახელმწიფო არის არა მთავრობა, სახელმწიფო არის არა სასამართლო, სახელმწიფო არის არა ხალხი, არამედ ის ამბობდა, სახელმწიფო ვარ მე. შესაბამისად კონსტიტუციურია ის, რასაც ვიტყვი მე, რომ არის კონსტიტუციური, კანონიერია ის, რასაც მე ვიტყვი არის კანონიერი და სწორია ის, რასაც მე ვიტყვი არის სწორი. აი ეს პათოსი იყო დღეს სრულად წარმოდგენილი ქალბატონის სალომეს მხრიდან, რაც არის არათუ უპატივცემულობა ქართული კონსტიტუციის და ქართული ხალხის. ეს არის საერთოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის უპატივცემულობა, რასაც ჩვენ ხედავდით დღეს და რასაც ხედავთ ბოლო პერიოდია. მან ნახეთ ჩვენ რომ ეს არ ვიცი რითი არის განპირობებული, მაგრამ აბსოლუტური უპატივცემულობა, მათ შორის დღესაც პარლამენტის მიმართ როდესაც მან უარი თქვა, კითხვებზე გაიცა პასუხი. ეს კითხვები, ის დეპუტატების კითხვები კი არ არის. იმ პარლამენტში შედან ქართული ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, ქართული ხალხის წარმომადგენლები. ეს კითხვები პარლამენტის ცნობათა დარბაზში ისმება ქართული ხალხის სახელით და პასუხები ეცემა ქართული ხალხის მიერ დასმულ კითხვებს. და დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა, რომ ქართული ხალხის კითხვებზე გაიცა პასუხი. მაგრამ პრეზიდენტსაც ჰქონდა თქვენ მიმართ კითხვები, გულისხმობ დეპუტატებს, როგორ ჩახედავთ შვილებს და შვილიშვილებს თვალებში, იკითხა მან, როდესაც საკუთარ კეთილდღეობაში გაცვალეთ ევროპული მომავალი. საბოლოო ჯამში პრეზიდენტმა ოცნება დაადანაშაულა იმაში, რომ ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. ეს პათოსი ჰქონდათ ოპოზიციონერ წარმომადგენლებს, ეს პათოსი ჰქონდათ პრეზიდენტს. რა არის თქვენი პასუხი? რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს და ვითომ მის მცდელობას რომ რაიმენარად მოიმხროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ევროპაში ჩვენ ხარდასაჭერად და კითხვა იყო მათ შორის დასმული რომელსაც მან არ უპასუხა რაზე უსაუბრება ის ევროპელ ლიდერებს დღეს მოვისმინეთ ის რაზეც საუბრობს ევროპელ ლიდერებთან ჩვენ რა გონია რომ აქ რომ საუბრობს ეს პარლამენტის კედლებს არ ცდება ევროპელ ლიდერებთან არ ჩადის დღეს რაც მან ისაუბრა რაც მან აკადრა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეებს შესაძაც პიროვნულად მის ოჯახის წევრებს შეეხო აბსოლუტურად ამ დღეებში რასაც ვისმენდით რომ პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს არ მიდის, ეს არ არის ის საუბარი, რომელთა ის აქედან ამით არ ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს. რა თქმა უნდა, დღეს ის პარლამენტის ტრიბუნიდან ელაპარაკებოდა ზუსტადაც იმ ევროპელ ლიდერებს და ზუსტად ეს არის, როგორც ის ესაუბრება ევროპელ ლიდერებს. საერთო ჯამში ჩვენ რაც მივიღეთ ამ ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სასამართლოს დასკვნა გამოვიდა, არის ორი რამ. პირველი ეს არის სამართლებრივი ვერდიქტი, რომელიც დაიდო 16 ოქტომბერს და რომელსაც თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი უზურპირებას ახდენდა ხელისუფლების, ანუ მთავრობის კომპეტენციის მითვისებას ახდენდა და ცდილობდა მითვისებას სალომე ზურაბიშვილი და ეს დადასტურდა სასამართლოს მიერ და მეორე დღეს პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური ვერდიქტი, მართალია ტექნიკურად საკმარისი ხმები არ არის, ვინაიდან ამ შემთხვევაში სხვა თანამდებობებისგან განსხვავებით დადგენილი არის 100 დეპუტატის ხმის საჭიროება, მაგრამ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ამორჩევლების უმრავლესობის წარმომადგენელი და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ამორჩევლების უმრავლესობამ პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანა სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ რაც ვნახეთ დღეს სამწუხაროდ, სწორედ ეს არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა 1,200,000 ამორჩევლის მანდატი, რომელიც მას ჰქონდა არჩევნების შემდეგ, გაცვალა რამდენიმე ნაციონალის მანდატი. მაგრამ თავარი ბრალდება, რასაც ვისმენდით მისი მხრიდან, ეს არის, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესი არის ანტიევროპული, რომ ეს აზარალებს ზოგადად პროცესს. მან ქართული ოცნების ლიდერები პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა, რომ თქვენი განცხადებები პირდაპირ ერთ-ერთი ემთხვევა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთა პოზიციას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რასთან გვაქვს ხოლმე ან რამდენად იცვლება
მათ შორის რიტორიკულად ადამიანი, როდესაც ის ნაციონალური მოძრაობის კალაპოტში ექცევა. და ეს სხვათა შორის თუ დავაკვირდებით ამ ფერიცვალებას ხოლმე ზოგიერთ ადამიანში, რომელიც შეიცვლის თავის შეხედულებებს და აღმოჩნდება ნაციონალური მოძრაობის ბანაკში, პირდაპირ ეტყობათ ეს რიტორიკაში. ერთი ყველაზე განმასხვავებელი და დამახასიათებელი ნიშანი ნაციონალური მოძრაობის, ეს არის ოჯახის წევრებზე შეტევა და დღეს ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან პირდაპირ შვილებზე შეტევა, პოლიტიკოსების თუ მოსამართლის შვილებზე შეტევა, რაც არის ნიშა, ის ნიშა, რომელთაც გამოირჩევა ნაციონალური მოძრაობა, ეს არის მათი ნიშა და პირდაპირ ეს რაღაცნაირად არის ავტომატიზმიც ამაში, თუ გინდა რომ იყო ამ კალაპოტში, ავტომატურად ხარ სწორედ იმ სტილის და მათ შორის იმ ღირებულებების მატარებელი და ამ შემთხვევაში ეს არის ხო მთელი ასე ვთქვათ გარკვეული გასაკვირი არის იმაში, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად იყო მის შვილებზე თავდასხმის მოწმე, მსხვერპლი, ასე ვთქვათ, როდესაც მის შვილებზე მიდიოდა თავდასხმა, დღეს მან აი ის რის მსხვერპლიც ის თავად იყო, შემოატრიალა და სხვის შვილებს დაესხა თავს. აი ეს არის მე მგონი ის მომენტი, როდესაც ჩანს როგორ არის უკუსლა ადამიანური ღირებულებების. პრეზიდენტმა შეინარჩუნა თანამდებობა, ის ერთი წელი კიდევ იქნება პრეზიდენტი, თქვენ ამბობთ, რომ ის ნაცმოძრაობის პრეზიდენტია, დაკარგა ლეგიტიმაცია, მაგრამ ის განაგრძობს თავისი უფლებამოსილების შესრულებას, მათ შორის სავარაუდოდ კონსტიტუციის დარღვევასაც გააგრძელებს, არ ვიცით ზუსტად, როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა მასთან. ხო, ნუ კიდევ ერთხელ პრეზიდენტმა თავისი არჩევანი გააკეთა, მან 1,200,000 ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე ნაციონალის ლეგიტიმაციაში და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ის ამის შემდეგ თავის პოზიციაზე ყოფნას. რაც შეეხება მის შემდგომ ნაბიჯებს და ეს კითხვები მეც პირადად ამას ღიად ვსვავდი ეს დღეები და ყოველთვის ვამბობდი კიდევაც მანამ სანამ გამოვიდოდა დასკვნა სასამართლოში, რომ საინტერესო იქნებოდა გამომდინარე იქიდან, რომ გარანტირებული ქონდა მას პოლიტიკური დაცვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და კენჭისყრის დროს და ეს დაცვა და პროტექცია მან დღეს მიიღო ნაციონალური მოძრაობისგან, რომ მას შეუნარჩუნეს ეს პოზიცია, მაგრამ და აქედან გამომდინარე თავიდანვე ჩვენთვის და ჩემთვისაც იყო მთავარი საკითხი, რას აპირებდა ის მას შემდეგ, რაც ეს დასკვნა იქნებოდა, აპირებს ის ეხლა მაინც აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ აპირებს ის რომ დაარღვევს ეს გადაწყვეტილება. ვინაიდან ეს არის ყველაზე მძიმე პრეცედენტი. რაც კი შეიძლება მან ახლა დაუშვას და თუ კი მას შერჩა კიდევ ვინმე მრჩეველი, რომელსაც შეუძლია კეთილი რჩევა მას მისცეს, პირველი და აუცილებელი რჩევა რაც მას უნდა მისცენ არის, რომ ის დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ განმარტებას ამ ვიზიტებთან დაკავშირებით. ვინაიდან სხვა შემთხვევაში ის გახსნის პანდორას ყუთს. მაშინ რა გამოდის, რომ ნებისმიერი კონსტიტუციურ ორგანოს შეუძლია თქვას, რომ თუ პრეზიდენტს შეუძლია თქვას, რომ მე არ მიმაჩნია სწორედ ეს გადაწყვეტილება, არ მიმაჩნია სწორედ ეს ნორმა, მე ჩემებურად ვცხოვრობ, ჩემი წესები მაქვს და ამ წესებს მივყვები, მაშინ ყველა მიყვება ამას. ეს მთავრობა თუ არა, სხვა მთავრობა, ეს პარლამენტი თუ არა, სხვა პარლამენტი და იტყვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართალია, არაკონსტიტუციურად გამოაცხადა რაღაც კანონი, მაგრამ არ მიმაჩნია სწორედ და მე მაინც აღვასრულებ ამ კანონს. აი ამ პრეცედენტის დანერგვას ცდილობს დღეს სალომე ზურაბიშვილი და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ინდივიდუალური შემთხვევა და რაღაც კაპრიზი სალომე ზურაბიშვილის, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც გარკვეული ჯგუფი, რომლის ნაწილის და კალაპოტიც არის სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ცდილობს რომ დანერგოს საქართველოში, ეს არის ძირის გამოთხრა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. სინამდვილეში დღეს რაც გაფორმდა ანტიქართული კოალიცია. ანტიქართული კოალიცია, რომელიც ცდილობს დაანგრიოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. დღეს ირაკლი ყობახიძემ თქვა თავის გამოსვლაში, პრეზიდენტი, რომელსაც უნდა ქონდეს პრეტენზია და მას შორის კონსტიტუციის არსიც და სულისკვეთებაც ეს არის, რომ უნდა იყოს ერთიანობის გარკვეული სიმბოლო, დაპირისპირებული, არა თორე დაპირისპირებული. ეს სალომე ზურაბიშვილი ძირს უთხრის მთავრობას, იმით რომ ცდილობს უზურპირება მოახდინოს მისი უფლებამოსილების. პარლამენტს იმით რაზეც დღეს მან ისაუბრა და რასაც ის კადრებს პარლამენტის წევრებს. საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებას არ აღიარებს, საერთო სასამართლოების სისტემას, რომელზეც კლანზე და ასე შემდეგ საუბრობს, ეროვნულ ბანკზე გავიხსენოთ თავდასხმა, ომბუდსმენზე გავიხსენოთ თავდასხმა, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ის თავს ესხმის და ეს ვფიქრობ, რომ არის მიზანმიმართული პოლიტიკა, ეს არ არის მხოლოდ აკვიატება ან რაღაც გარკვეული რაღაც ექსცესები,
ეს არის გარკვეული ჯგუფის მე არ წარმოებული და ნაციონალურ მოძრაობა ამას აკეთებს ბოლო 10 წელია ძირს უთხრის კონსტიტუციურ ორგანოებს დისკრედიტირებას ახდენს. მითი აი სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა და ეს არის ყველაზე სახიფათო გზა და ეს გასაგებია, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც მართველი გუნდის და პრეზიდენტის გზები გაიყო. თქვენ ამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღარ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია, მოუწოდებთ მას, რომ შეწყვიტოს თუნდაც ეს შეუთანხმებელი ვიზიტები. მაშინ რა უნდა აკეთოს პრეზიდენტმა? პრეზიდენტს სინამდვილეში მთავარი რაც უნდა ჰქონდეს, ეს არის მორალური ავტორიტეტი, რომელმაც აბსოლუტურად გაფლანგა, გაფანტა და დღეს საბოლოოდ დაკარგა საკუთარი ამორჩევლისვე თვალში. როდესაც მორალური ავტორიტეტი არ აქვს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მისი სხვა შესაძლო უფლებამოსილებების კი უკვე შეზღუდულია. ვინაიდან ამაზე დგას საერთო ჯამში, ჩვენ თუ შევხედავთ საპრეზიდენტო პრეზიდენტებს საპარლამენტო რესპუბლიკაში, თუ ავიღებთ თუნდაც გერმანიას, თუ ავიღებთ იქ, სადაც არის მონარქია და ისეთი მხრივ არის რესპუბლიკა, თუ კი შევხედავთ მორალურ ავტორიტეტზე დგას ეს ყოველთვის და სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ეს მორალური ავტორიტეტი გაფანტა. და რაც შეეხება მის შემდეგ ქცევებს, ჩვენ აქამდე მას რამდენიმე ვიზიტი რაც განახორციელა მან თანხმობის გარეშე, იქ გასაგებია თუ ის კიდე შეეცდება, კიდე ერთხელ ურჩევ მას და ყველა მის მრჩეველს, მათ შორის უცხოელ მრჩეველებსაც ურჩევ, რომ მას ურჩიონ დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგრამ თუ არ დაემორჩილა რა ხდება? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ერთი არის, რომ ის რა თქმა უნდა უხერხემლო მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ უცხოელ აქტორს, რომელთანაც ის შეეცდება რომ შეეთანხმოს ვიზიტი. აქამდე თუ შეეძლო თქვა იტყოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები იტყოდნენ, რომ გასაგებია მიდის თქვენთან რაღაც დავა, თქვენ კონსტიტუციაში ვერ ვირკვევით, ჯერ გაერკვიეთ შიგნით, ასე თქვა, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რასთან გვაქვს საქმე, აქვს თუ არა მას უფლება, რომ ეს ვიზიტი განახორციელოს. 16 ოქტომბრის შემდეგ ეს არის ცხადი. და რა თქმა უნდა, ჩვენ მოველითო ჩვენი პარტნიორები პატივისცემენ ამ გადაწყვეტილებას. როცა საუბრობთ პატივისცემაზე და დამოუკიდებელი უპირველეს ყოვლისა საუბრობთ ჩვენი სახელმწიფოს პატივისცემაზე. ჩვენი ხაჭაპური და ხინკალი რომ ვინმეს მოსწონს, ასე მოსწონდა 70 წელი საბჭოთა კავშირის წამყვან რესპუბლიკა რუსეთს, ჩვენი ხინკალი და ხაჭაპური. ამიტომ კი არ გვინდა ჩვენ ვიყოთ ნაწილი დამოუკიდებელი ქვეყნების ერთობისა. ჩვენ იმიტომ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ ქონოდა ჩვენი სახელმწიფო და კონსტიტუცია და იმიტომ გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი თავისუფალი ერების ნაწილი, რომ პატივისცენ ჩვენ კონსტიტუციას და ჩვენ სახელმწიფოს. და ეს არის მოლოდინი. რა თქმა უნდა, აი ესე დავაკვირდებით ყველა ასეთ შემთხვევას, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი კონსტიტუცია იყოს პატივცემული სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან. ცით ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსვამდით კითხვას, ხომ არ აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესის იმპიჩმენტი, თქვენს და მართველი გუნდის სხვა ლიდერებიც ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის განცხადებებით აზიანებს ამ პროცესს, მაგალითად, როდესაც ამბობს, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციები და ასე შემდეგ. აი ახლა ეს რისკი თუ არის გაზრდილი, ახლა გაბრაზებული სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტ პრობლემას ხომ არ შექმნის და სხვა შორის დღეს არა, მაგრამ აი წინა მიმართვის დროს მან თქვა, რომ ახლა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტოს, როგორი ზურაბიშვილი უფრო მოსწონდა მასო. აი აქ თუ არის საფრთხე გაზრდილი. არა, პირიქით, ეს სწორედაც იმპიჩმენტის იდეაც ეს იყო, რომ ეს საფრთხე შემცირებული იყო და ეს რა თქმა უნდა დასული არის თითქმის ნულამდე, იმიტომ რომ ერთი მას სამართლებრივი ლეგიტიმაცია აღარ აქვს ასეთი ვიზიტებისთვის და ეს თქვა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ერთადერთი ორგანო არის ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ასეთი სამართლებრივი დასკვნის დადება, ერთადერთი ორგანო არის ეს. და მეორე, მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ამორჩევლების უმრავლესობას. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე მას აღარ შეუძლია საუბარი ჩვენი ქვეყნის სახელით, აქედან გამომდინარე ეს რისკებით შემცირებულია. რაც შეეხება თავად პროცესს, მათ შორის ხედავდით ზოგიერთი უცხოელი აქტორის კომენტარს ამასთან დაკავშირებით, რამდენად დააზიანებს თუ არ დააზიანებს. ეს არის აბსურდი. როგორ შეიძლება კონსტიტუციის დაცვამ დააზიანოს ჩვენი ევროპელობა და კონსტიტუციის დარღვევამ არ დააზიანოს ჩვენი ევროპელობა, ესე დგას დიქოტომია, ეს არის კითხვა, რომელიც ისმება. რა თქმა უნდა, ყველა ვინც ასეთ კითხვას დასვავს, აბსოლუტურად აბსურდში შედის
ნებისმიერი დისკუსიის და გასაგები თავად რაც შეეხება უბრალოდ განწყობის მხრივ დამოკიდებულებას, ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუციის რაღაც დეტალებში, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არ არიან ვალდებული ვერ ყვეოდნენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დეტალებში. მეც მქონდა ხოლმე საუბარი, როცა კითხულობდნენ რა ხდება იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როდესაც ხსნიდით მაშინ რას შეეხებოდა საქმე, რომ ეს იყო სინამდვილეში ეს საკითხი ხო არ არის რაღაც ნორმა კონსტიტუციის, რომელიც შემთხვევით პრეზიდენტმა დაარღვია ასე შემდეგ. ეს ეხება ერთ-ერთ ფუძემდებულ ფუნდამენტურ საკითხს ჩვენი კონსტიტუციური წყობისა, თუ ვის აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. კითხვა არის მარტივი, იყო მარტივი, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ერთი სახე საგარეო პოლიტიკის საგარეო ურთიერთობებში, თუ ის არის ორი სახით წარმოდგენილი. არც ერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ ინატრებს, რომ მას ყავდეს ორსახევანი წარმომადგენელი. ეს გასაგებია, მაგრამ აღიქმებოდა ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში თქვენი ოპონენტების მიერ როგორც პრეზიდენტის დასჯა. ერთის მხრივ გავარკვიეთ, რომ მას არ აქვს უფლება საზღვარგარეთ იაროს მთავრობასთან შეუთანხმებლად, მაგრამ მეორეს მხრივ საინტერესოა ქვეყნის შიგნით, როდესაც ხორციელდება მაღალი რანგის პირთა ვიზიტები, ამ საკითხსაც იყო სხვათა შორის მსჯელობა იქ დებატების დროს სასამართლოზე, აპირებს თუ არა ოცნება, რომ პრეზიდენტს ქვეყნის შიგნითაც შეუზღუდოს მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრები. თავად ამაზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა, რა თქმა უნდა და თავისთავად წარმომადგენლობა ეს არ გულისხმობს გეოგრაფიულად სხვაგან წარმოდგენას, ხო ეს გულისხმობს სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ქვეყნის წარმოდგენას, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ადგილას და მათ შორის ქვეყნის შიგნითაც ხორციელდებოდეს და თავისთავად ამას ჭირდება თავისი მოწესრიგება. მაგრამ ამავე დროს, როდესაც თუნდაც ოპონენტები დღესაც გამოსვლის დროს აყენებდნენ აი ამ საკითხს, თუნდაც აღქმები როგორ იქნება, რა თქვა ბორელმა, რა თქვა ვიღაც სხვა წარმომადგენელმა, რა შუაშია, რა მნიშვნელობა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ კონსტიტუციაზე. აი ეს არის ყველაზე საკვირველი, რომელიც ჩვენს რადიკალურ ჯგუფებს ახასიათებთ, რომ საერთო ჯამში ჩემი დაკვირვებით მათ ევროპელობა და ქართველობა შეუთავსებელი გონიათ. მას გონიათ, რომ ევროპელობა გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს ქართველობაზე, რას გულისხმობ მე? ჩვენ უარს ვიტყვით. ოპონენტების შეფასება გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს მიიღება თუ არა რამე რეგულაცია. მაგაზეც გეტყვით, რომ ეს აზრისო დავასრულო, რატომ აქვს ეს დამოკიდებულება, რომ რა თქვა იმან, რა თქვა ელჩმა, რა თქვა ევროპარლამენტარმა ჩვენს კონსტიტუციაზე. დღეს იმასაც მოესწარით, საქართველოს ამასაც მოესწრო, კვლავ გავიმეორებ სალომე ზურაბიშვილის სიტყვას, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენ განგვიმარტა ქართული კონსტიტუცია და გვითხრა ვინ დაარღვია და ვინ არ დაარღვია. აი აქ ამ დონეზეც მივედით და ქვეყნის შიგნით ამ ევროპარლამენტარებს ყავს მიმდევრები, რომლებიც უჯერებენ მათ და მათთვის ავტორიტეტი არის რომელიღაც ევროპარლამენტარი, რომელიც განმარტავს ქართულ კონსტიტუციას. და რატო ამბობ მე ამას, რომ მათ ქართველობა და ევროპელობა შეუთავსებელი გონიათ, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ქართული კონსტიტუცია, ქართული მართლწესრიგი, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი არის იმასთან შედარებით, რას იტყვის ესა თუ ის პოლიტიკა. პირიქით, ასეთ ქვეყანას და ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირის წევრობა ხომ არ გვინდა როგორც რაღაც ამორფულ უსახურ ქვეყანას, ასე ვთქვათ, რომელიც იქნება მარტო აწყობილი ევრორეგულაციებზე. და არც ევროკავშირს არ სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელიც სტერილურია საკუთარი იდენტობისგან. ჩვენ ევროკავშირი გვინდა ჩვენი კონსტიტუციით და ევროკავშირს უნდივართ ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი ადაწესებით. და აი ეს ხალხი, ამ ხალხის დამოკიდებულება, ესე ვთქვათ, გაფეტიშება უცხო აქტორების აზრისა და უარყოფა საკუთარი კონსტიტუციისა, დღეს სხვათა შორის ნიშანდობლივი რა არის. მესმის, რომ ვთქვათ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეთქვათ, რომ არ დაუჭირო ხარი ვთქვათ იმპიჩმენტს და ასე შემდეგ, ოღონდ გავიგებდით თუ ისინი იტყოდნენ, რომ მართალია საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ ეს არ იყო იმდენად მძიმე იყო, მაგრამ თქვენ ჯინაზე მაინც არ მივცემ და ასე შემდეგ. რაღაცა სხვა ეთქვა. არც ერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა, არც ერთმა ნულმა თქვა, რომ ეს იყო დარღვევა. არა და ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მძიმე და რამდენად უხეში დარღვევა იყო ეს კონსტიტუციის. აი ამდენად უდიერი დამოკიდებულება არის საკუთარი კონსტიტუციის მიმართ, გაპეტიშება სხვისი და აბსოლუტური უარყოფა საკუთარის და მე სხვა დროსაც გავიხსენებ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ. ბოლო 26 მაისი, როდესაც ჩვენ აღვნიშნეთ და როდესაც ელეთ-მელეთი დაემართათ ქართული დროშების დანახვაზე და მთავარი საკითხი, რაც აინტერესებდა მაშინ რადიკალურ ოპოზიციას, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს
რატომ არ იყო გამოფენილი ევროკავშირის დროშები იმდენი რაოდენობით, რომელიც მათ სურდათ. საკუთარ დროშას არ უყურებდნენ, ეძებდნენ ევროკავშირის დროშას. აი ეს არის დამოკიდებულება მათი, რომ ევროკავშირი მათ უნდათ ეს 85-90%-იანი მხარდაჭერა მოქალაქეების გულისხმობს, რომ ჩვენი ამორჩევლების, მათი ამორჩევლების მხარს უჭერენ. რა თქმა უნდა, მათ უნდათ, მაგრამ მათ უნდათ ევროკავშირი და მზად არიან შეწირონ საქართველოს ევროკავშირის იდეას და ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ საქართველოს ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი წესრიგით, რა თქმა უნდა, და ჩვენი ღირებულებებით, რაც არის კონსტიტუციაში და მისი პატივისცემით დავიმსახურებთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობას. საკონსტიტუციო სასამართლო არ იყო ერთსულოვანი ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ხო, ძალიან ვრცელი განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა და იქ იყო რამდენიმე საინტერესო პასაჟი, რომელსაც ჩვენც გავეცანით. მაგალითად ის, რომ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არგუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ რაღაცა ცუდი ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელების დროს. ან მაგალითად ის, რომ შეიძლება დაირღვა კონსტიტუცია, მაგრამ არც იმდენად, რომ პრეზიდენტი გადააყენოს პარლამენტმა თავის თანამდებობიდან. უბრალოდ ყოველისა უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და აქ მნიშვნელობა არ აქვს განსხვავებული აზრის, თქვათ, რაოდენობას, მთავარი არის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა. და ეს ხდება მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც არის ხოლმე განსხვავებული აზრები. პირველი რელევანტური კონსტიტუციის განმარტებისთვის არის ის დასკვნა, რომელიც მივიღეთ. რაც შეეხება განსხვავებულ აზრს, არ მინდა ხალხ დეტალებში დიდად შესვლა, თუმცა თვალში რაც მოხდა ყველას, განსაკუთრებით პარლამენტს, რომ სამწუხაროდ განსხვავებული აზრის ავტორებმა ვერ გამიჯნეს საკუთარი კომპეტენცია პარლამენტის კომპეტენციისგან, მათ შორის და იქ განვითარებულია აზრი იმასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობა იმპიჩმენტის როგორ უნდა აიწონოს. ეს არანაირად არ არის სასამართლოს კომპეტენცია, პირიქით ეს არის შემოჭრა ჩვენს უფლებამოსილებაში და გამიჯვნა როცა არის უფლებამოსილებების, ეს გამიჯვნა იმას კი არნიშნავს, რომ პარლამენტმა უნდა შეიკავოს თავი სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევისგან. პირიქითაც არის, არც სასამართლო ხელისუფლებას არ აქვს უფლება ჩვენი პარლამენტის ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციის შემოიჭრას. სასამართლო ადგენს სამართლებრივ ნაწილს, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, ეს დარღვევა არის თუ არა ღირსი იმპიჩმენტის, ამას ვადგენთ ჩვენ იმ კრიტერიუმებით, რომელსაც ყოველი დეპუტატი უწესებს საკუთარ თავს და უწესებს ამ პროცედურას. ასე რომ, რაც შეეხება თავად დასკვნას, დასკვნა არის ის, რაც არის და ეს არის, რაც უნდა მიიღოს მათ შორის პრეზიდენტმა და ამაზეც იყო საუბარი, რომ ვალდებულია აღიაროს და კიდევ ერთხელ ნებისმიერი მრჩეველი, რომელიც მას არ ურჩევს, ის მას საქართველოს არ ურჩევს ამას რომ აღიაროს ეს გადაწყვეტილება, მას საქართველოსთვის სიკეთე არ უნდა და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს შეუწყობს მას, რომ კვლავაც დაარღვიოს ეს დანაწესი, არც მას არ უნდა სიკეთე საქართველოს. რაც შეეხება ზიანს, ამაზეც რომ გითხრათ, თავარი ზიანი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტი ახდენდა თავრობის კომპეტენციის უზურპაციას, მითვისებას მისი უფლებამოსილების. ამაზე მეტი ზიანი რა შეიძლება იყოს? უზურპატორები შეიძლება კარგი მოტივებითაც მოქმედებდნენ, შეიძლება კეთილი უზურპატორებიც არსებობენ და სიკეთეს თესდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ უზურპაცია როგორც ასეთი ნიშნავს, რომ ხალხის მიერ განაწილებული ძალაუფლებიდან რაღაც ნაწილს სხვისთვის ის ნაწილს, რომელიც ხალხმა სხვას მიანდო, შენ ხელს ჰკიდებ და ზუსტად ლუი მე-14-ის პათოსით, რომ მე ვარ სახელმწიფო, ართმევ და ითვისებ ამ შევაჯამოთ დღევანდელი დღეს და მთელი ის 5 კვირიანი პროცესი, როდესაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს სარჩელს, თქვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ დღეს ოცნებამ წააგო. გიწოდათ წაგებულები, რომ ეს არის მთავარი მარცხი, რომელიც ოცნებამ განიცადა ამ პროცესში, რადგან პრეზიდენტი ვერ გადააყენა. ვიცით, რომ ოცნების პოზიცია არის აპირისპირო, ირაკლი ყომახიძე მის თქვა 10-0 მოვიგეთო. ანუ ვინ დარჩება ამ პროცესით მოგებული? ხო, რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, სასაცილოა, უბრალოდ ისეთი როგორც საკუთარი თავის მოტყუების ფაზაში არის გადასული უკვე ოპოზიცია, აღარ ყოფნით მათ სხვებს ატყვევენ, საკუთარ თავსაც იტყუებენ, იჯერებენ. ჩვენ ეს ერთი თვე პროცესი დაახლოებით რაც მიდის იმპიჩმენტი, რაც დაიწყო თავიდანვე, პირველივე ბრიფინგზე, როდესაც თქვა ირაკლი ყობახიძემ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო წარდგინებით შევალთ საკონსტიტუციო სასამართლოში, იქვე ითქვა, რომ ამ წარდგინებას პარლამენტში არანაირი პერსპექტივა არ ექნება ასეხნის მოპოვების. ჩვენ თავიდანვე, რა თქმა უნდა, ვიცოდით, ვინაიდან
კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს ნაციონალურ მოძრაობის პროტექციით და ამ პროტექციის გამოსახულება დღეს ცარიელი ფლანგით ვიხილეთ კიდევაც. მაგრამ ოპოზიციამ მთელი ერთი თვე ნახეთ რომ თავის თავს აბრაზებდნენ ასე ვთქვათ, იგონებდნენ რომ აბა ვინ შევა, ჩემი თითის ვენდო თუ არ ვენდო, შევიდე არ შევიდე, დღეს ხალხი გამოდა ბარათების თან წაიღეს, რამის კამების თან წაიღეს. აი თავის თავს აბრაზებენ, თავის თავს ატყუებენ, რაღაცას იჯერებენ და მე უხარიათ გამარჯვება საკუთრივზე გამარჯვება უხარიათ. და აი ამ მანკიერ წრეში ვარ საბოლოო ჯამში, მაგრამ ეს ოპოზიციის პრობლემა იყო. ჩვენ რაც ვთქვით თავიდან, ზუსტად ისე მოხდა, ჩვენ ვთქვით რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კიდევაც, ჩვენ ვთქვით რომ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს ექნება ნაციონალური მოძრაობის პროტექცია და ეს პროტექცია დღეს და მათ შორის ლეგიტიმაცია დღეს ნაციონალური მოძრაობისა გაფორმდა და დავინახეთ ჩვენ ეს ანტიქართული კოალიცია როგორ შედგა. ძლიერი სურათი არ შედგა, ასე ვთქვათ, ხო, ეს ზურაბიშვილის დადგმული გეგმა იმის თავზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება სცენას, ეს სხვა არის, ეს კიდე შიდა სამზარეულო. პიარული ხერხები ქონდა მომზადებული. ხო, ეს კი სხვა არის, შიდა სამზარეულო პარლამენტის, ახლა ამასაც რა თქმა უნდა გარკვეული კალითაც გძნობთ ხოლმე, ასე თუ ისე ოპოზიცია როდის რაც გეგმავს, როდის იბნევა, როდის არ იბნევა და ჩვენ უყურებდით გუშინ დღეს ხან ფრაქციის ოთახში ჩაიკეტნენ, ტრიბუნა დაიდგეს იქ ბრიფინგებისთვის, მე სხვაგან წავიდნენ, თვითონაც ვერ გაიგეს საბოლოო ჯამში რა უნდა იქნათ, ზოგი შემოვიდა, ზოგი გავიდა, უსისტემო არის თავისთავად ოპოზიციამ, თავარი მათ რაც დღეს ქონდათ ერთად თავარი რაც იყო ეს იყო კიდევ ერთხელ პროტექცია სალომე ზურაბიშვილი მოხდა ნაციონალური მოძრაობის პროტექციის ქვეშ, ნაციონალური მოძრაობის ლეგიტიმაციის ქვეშ და დღეს გაფორმდა სწორედ ეს ანტიქართული კოალიცია. მადლობა ინტერვიუსთვის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვაგრძელებთ ეთერს, ახლა კი უნდა მოგითხროთ ისრაელში მიმდინარე პროცესების შესახებ, გუშინ ღაზაში საავადმყოფოს დაბომბამ ვითარდება